დილამშვიდობისა ყველას. ესეც ევეკოს ლანჩბოქსი გავამზადე. დღეს ვატნევ არაქისის კარაქიან და ჯემიან პურს ვაშლთან და მორცხოველად ჩაუდევე 2 ცალი და 1 ცალი გამიტყდა და იმედი არ გავპროტესტებს. ხო და ევეკო მე ხა ხელპირი დაიბანა, კბილები გამოიხეხა და წავა და ჩაიცმევს, ხო? და მე მანამდე ფირფიტას გაგირეცხა. ოკეი? ლანჩბოქსი მზად არის. ევეკო მზად არის. დატრიალდი? გიგინებიან და ნაცნავებიანია დღეს. ჩემიც გიჩაჭყანულო შენ. მაგილა დედა გული ელენე მასალა სეჩვენებელითით და შონათით როგორ უნდა გავაკეთო. ოჩახ ელენეს საუკეთესო მეგობარია. ქალბატონიც გამოიპრანჭა, გაიკეთა ჩემხლა ბაბთა თავზე, ხო? კორნფლექს მირთმევს და დედიკო გააკეთებს ახლა ოლადებს, ხო? გოგო, ნაკარგი ამინდი გვაქვს დღეს, რას ათვალიერებ? და რას ათვალიერებ? მუქარგულო. ამასობაში მოვზილე ოლადების ცომი, კეფირზე, ყველაზე მეტად მომწონს ბლინებიც, ოლადებიც, ფენკეიქებიც, კეფირზე გამზადებული, აი რაღაცნაირად სხვანაირ გემოს აძლევს ჩემი აზრით და ამის რეცეპტსაც რა თქმა უნდა დაგიტოვებთ აღწერაში. და ეხლა გადავინაცვლებ გაზისკენ, რომ შევწვათ შევაპუწკუნო ტაფაზე. რაღაცნაირად შემწვარი, ანუ ფენკეიქები ხომ შალად იწვება ტაფაზე და ოლადებს ხო ზეთი უნდა და რაღაცნაირად ესე ზეთში შემწვარი მომინდა და ცომი გამოდის აი ესეთი. მას კიდე ცოტას ამოუვრი და როდესაც ცხობას იწყებ, მთავარი ხრიკი არის, რომ არ უნდა ამოურიო, გვერდებიდან უნდა აიღო. ანუ ცომს არ უნდა ამოურიო. ესაა მთავარი ამის ხრიკი. ეხლავე დედიკო ესეც ჩვენი ოლადები. ეხა ამას რომ მოუშრება ზედაპირი ამოვატრიალებ და შემდეგ უკვე დავახურავ თავსახურს და 1-2 წუთი ესე თავდახურული შევწვავ. თავარია რომ იყოს საშუალო ცეცხლზე, ანუ ძალიან მაღალი ცეცხლი არ უნდა. და გამოვა უფუმფულესი, მე გაჩვენებთ როგორი საოცრებები დავაწყე. ესეც ამოტრიალებული, ამოფუმფულებული და ეხლა დავახურავ თავსახურს და 1-2 წუთი ესე თავდახურული გამოცხება შიგნით და შეინარჩუნებს ამ სიფუფულეს. აი ესეთი ფუმფული ოლადები გამოგვივიდა. დედა შეჭამ თუ რა სიზა? თუ უყურებ დედა? შეჭამ თუ უყურებ მარტო? არა შეჭამ. დანი მგიჯამა. ავლენ, შემოტრიალდი როგორი გოგო ხარ. მე როგორი გაპრანჭულია გეფიცებით, მე-7 ფეხსაცმელია, რაც გამოიცვალა დილის მერე. რა მაგარი ამინდი გვაქვს ხალხო. ნახე, სტიჩი. საოცარი ამინდია. სასწაული კეთა. სახში? მოვლაგდი სახში. ხოდა მოიცა გაგიღო მანქანის კარი და დასკუბდი შეგიკრავ ღვეც. რატო და მივდივართ მანქანით. რატო უნდა შეიკრა ღვედი? ვერ გააღე? მოიცა გაგიღებ, მასე მოძრება სახელური დედა. აბა როგორ გინდა რომ კონდეს? ასე მინდა კონდეს. მე უკაცრავად მასეთი გარედან არ შეიძლება. უბრალოდ ტესლას აქვს მაგდაგვარი გარედან. ხო და წავით ახლა რაღაც საქმეები გვაქვს. და ამ ქალბატონსაც გავასეირნებთ. ხო? დასკუბდი შეგიკრა ღვედი. ჩემო ოქრო. ყოჩა. დედა რა ჭკვიანი გოგოა, როგორ ჭკვიანად დასკუბდა. მოიცა დედიკო, მაგას მე მოგიწესრიგებ ჩემო სიხარულო. ნე, წუწუნა, ვაი მე რა წუწუნა. მოვილიეთ ქუთაისში რა საქმეებიც მქონდა და ეხლა ვიყავით სასაფლაოზე ბიძა ჩემს.
შეუსრულდებოდა დღეს 71 წელი. ოხ, დანიკუნა. ხოდა ჩვენს როხები ვნახე და როხები ნახე? ვაუ, რა მაგარია. ხოდა ვიყავით სასაფლაოს. წავედით. ალბათ პომადა. წავსვი ბიძა პომადა. რა გამიხენე? ბიძა ყველაფერს უსროლებს. ვაუ, რა მაგარია. ნახე გიცი მატრიალი თავი. მამა უნახე? ნახე. ამ კადრის მოძღვარია? ჩემაც ამ ისეთი გემრიელი ყავა მომინდოყა და თან კატლეტებს ვაკეთებ, აგერ თან ყავას. არა. დავამთავრე კატლეტების ფორმირება, ასე ვთქვათ, მოჭყანულად. ახლა ყავას მივირთვევ ნაწილს ყავს. როგორც იქნა გავაპრიალე და გავაკრიალე ჩვენი მანქანა. ღმერთო ჩემო. რა გასარეცხი იყო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ და ეხა ისეთი სურნელი დგას მანქანაში. ის ფურცლები მაქამოსაღები იქროდებს და ვსო. დანარჩენი მტერსასრუტითაც კარგად გავასუფთავე. შემდეგ ეს სპეციალური ის სითხე წავუსვი მთლიანად კარებებზე, წინ ტორპედოზე. აქ და მოკლედ, რაც შემეძლო გავაპრიალე. უცებ. ისეთი კარგი სურნელია მანქანაში. გადმოსვლა არ მოგინდება. ეხლა ვიყავ ყვავილების მაღაზიაში. ჩემს ძალიან კარგ მეგობარს დაეღუპა მამა სამწუხაროდ და მივდივარ პანაშვიდზე. და როგორ მივდივარ, იცით? აი ფეხები რო უკან გრჩება, ხო იცით? აი ეგ სიტუაცია მაქვს, იმიტომ რომ ვიცი ახლა იქ რა მდგომარეობა იქნება. პლუს ამას ემატება ჩემი ემოციური ხასიათით ან დღეს ჩემი უსაყვარლესი ბიძის დაბადების დღეა, რომელიც გარდაცვლილია უკვე წლებია, მაგრამ რო ვფიქრდები ადამიანი ეჩვევი უბრალოდ საყვარელი ადამიანების გარეშე ცხოვრებას, ხოლო ის ტკივილი მისი არ ყოფნის არ ნელდება, აი რაც არ უნდა დიდი ხანი გავიდეს. არ ნელდება. უბრალოდ სწავლობ მათ გარეშე ცხოვრებას. და ვიყავი ხა მიყიდე ყვავილები და მივდივარ და ვაი ამ წასვლას. რო არ წახვიდე კიდე უფრო დიდი სირცხვილი იქნება და გუზურია სად გადმოდიხარ ასე